მოსული და მოსახლეობა ისევ გვიშლის ხელს. ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობის სამთავრობო კომისიის ფარგლებში დამატებითი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. უწყების მაღალჩინოსნები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საუბრის მთავარი თემა საფეხბურთო პროექტის მომზადება იყო. სამუშაო ჯგუფში ფეხბურთის სპეციალისტები გაერთიანდებიან, პროექტების დამტკიცება კი სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება. ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობის სამთავრობო კომისიის მორიგის ხდომა კვირის ბოლოს ჩატარდება. თუ რომელიმე ადამიანის დამატება დაგჭირდება ან კლუბებიდან, ან კერძო კლუბებიდან, ან სახელმწიფო კლუბებიდან, ან სკოლებიდან, ან რომელიმე თემასთან მიბმული, ასე ვთქვათ. ყველასთვის ღია ამ კომისიის კარი და იქნებიან მოწვეულები და მოусმენთ. ეს ქვეკომისია იმუშავებს ძალიან ხშირად, უბრალოდ დაახლოებით მინიმუმ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, რომ სეზონის დამთავრებისთვის საერთო სურათი და მომავალი გეგმები იყოს დასახელებული. შევთანხმდით, რომ აქტუალური არა 12-16 გუნდი არის, შემდეგ მთავარი ის არის, რომ შევქმნათ ერთობლივი პროექტი, რომლის საშუალებითაც დაიწყება ფეხბურთის გაჯანსაღება და წინაპირობა შეიქმნება, რომ ფეხბურთი შემოვიდეს კერძო ინვესტიცია, იმიტომ რომ ის კეთილი ნება, რომელსაც დღეს მთავრობა გამოხატავს, რომ დააფინანსოს ფეხბურთი, ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებას, ეს სწორედ უნდა მიიღოს და უნდა შეიქმნას მთავარი კერძო ინვესტიციის შემოსვლის წინაპირობა. ჩვენ მოგვეწვდის ფედერაცია უკვე იმ მოკლე ანალიზს ფეხბურთთან დაკავშირებით, რომელიც დაედება საფუძვლად მთლიანობაში ფეხბურთის განვითარებას. ყველა მოტივირებულია, რომ ჩვენ ნორმალური ისეთი პროექტი დავდოთ, რომელიც მისაღები უნდა იყოს სახელმწიფოსთვის.